ფაქტობრივად ჩვენ უნდა აღიაროთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა მკვდარია და ეს პროფესიაც ფაქტობრივად ან სულს გაფავს, ან უკვე დაღაფასული. ამ ოპოზიციურ პარტიებს სჭირდებათ, რომ დაფიქრდნენ იმაზე, რა საკეთებდნენ აქამდე და როგორ აპირებენ რეალურად გაგრძელებას და პოლიტიკურ რაღაცა სივრცეში მოღვაწეობას. არის ის, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როდესაც 2-3 ადამიანია დაჭერილი, ამ პერიოდში პოლიტიკური პარტიები გაჩერებულები არიან. როდესაც ეკითხები, რომ რა არის გეგმა, რას აპირებთ, რას აკეთებთ, აი თუნდაც მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც აქტიურად გამოდიოდა საზოგადოების პროტესტის რაღაცა გასძლიერებლად, ხო? და აღარ გამოდის, როდესაც ეკითხები, რატო აღარ გამოდიხარ, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ვერ ვხედავ რას მთავაზობენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა პასუხისმგებლები უნდა იყვნენ პოლიტიკური პროცესის დაწყებას და წარმართვაზე, ხო? მე ვეცდებოდი ვიპოვო შერიგების გზა ამ სიტუაციიდან. ის ხალხი, რომელიც უბრალოდ იქ დადის, იქ რაღაცას აპროტესტებს და შესაბამისად, რა ვიცი, მათ ნაწილს იჭერენ, ვიღაცები ციხეში ზიან და ეს პროცესი კიდევ უფრო და უფრო მეტ ჩიხში შედის. მე ვისურვებდი, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად გამოსულიყო წინადადებით, რომ მოდი ხალხო შევრიგდეთ, ოღონდ გამოუშვით ჩვენი დაკავებული მეგობრები. და მოდი დავილაპარაკოთ. და აი წარმოიდგინეთ, რომ შენ მიდიხარ ხელისუფლებასთან და ამბობ, რომ მოდი შევრიგდეთ. და ის ხალხი, რომელიც თქვენ ციცით, მეც ვიცი, ყველა მიცის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ყვილაზის, იმიტომ რომ პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ან რაღაც აქტივისტური ბრძოლის ფარგლებში ციხეში, თორე სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო შემთხვევებში იგივე გადაწყვეტები რო ყოფილიყო. ის ხალხი ციხეში არ იჯდებოდა ფიზიკურად. მოდი ეს ხალხი გამოუშვა და გავაგრძელოთ ცხოვრება. არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მიზანი აქვთ ოპოზიციურ მთავარძალად ყოფნა. და არა ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს რა პრობლემაა? ეს არის ჯიბის ოპოზიცია. რაც არის გარანტირებული ხელშეუხებლობა, გარანტირებული ტენდერები, გარანტირებული რაღაც საპარლამენტო ხელფასი, საპარლამენტო პენსია, მთელი რიგი პრივილეგიები. აი ის ხალხი, რომელიც დღეს უბრალოდ საერთოდ საკუთარი ვალდებულებად არც კი მიჩნევს ამ დისკუსიას საერთოდ გახსნას ამაზე დაილაპარაკოს, ეს ხალხი ყველა რომ რევოლუციონერი გახდება რაღაც მომენტში და ყველა რომ ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად დაიწყებს მოქმედებას და არ ექნება გამარჯვებული არიარსებებს საუკეთესო შემთხვევა, როდესაც ხალხისთვის ყველაფერი კარგად დალაგდება.